იცი რა ემართებათ ქალებს ავღანეთში, ხო ესეა, ტალიბანი. ტალიბანი რას აკეთებს ქალებთან? მაგრამ როგორც ჩანს, ამ სულელ ამერიკელ ახალგაზრდა ქალს გონია, რომ თავისი ცხოვრების სიყვარულისთვის, რომელიც ინტერნეტში გაიცნო, მას უნდა ავღანეთში წავიდეს და იქ დაქორწინდეს მასზე. ფიქრობ დროა, რომ ახალგაზრდა სულელ ლიბერალ ქალებს, რომლებიც ასეთ მანიპულატორ მამაკაცებს ინტერნეტში ებმებიან, ავუხსნათ და შევახსენოთ, სინამდვილეში რას შეეხვევიან. არის მიზეზი, რატომაც ასე ვირუსულად გავრცელდა ეს ამბავი. ანუ ინტერნეტმა მითხრა, რომ არ წავსულიყავი ავღანეთში, რომ ჩემი ქმრის გვერდით ყოფილიყავი. ასე რომ აი ვიდეო და სურათი ამ შესანიშნავი მამაკაცის მან თარიღიც კი ადრე გადაიტანა, რადგან ძალიან ენატრება და არის მკიცებულება მისი ფრენის შესახებ. მართლა ეს ვიდეო ჩემთვის იმდენად საზიზღარია. ეს იქნებოდა. კარგი, ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა ეს გიჟური, სულელი, დაბალი ინტელექტის მქონე ქალი ამ კაცს, რომელმაც მანიპულაციით გადასვლაზე დაიყოლია. და არ ინერვიულოთ მეგობრებო. თუ გსურთ რეალურად გაიგოთ რა ხდება ავღანეთში ქალებთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს ყველა ვიდეო მასალა თქვენთვის. გაფრთხილება. შესაძლოა შემაშფოთებელი იყოს. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე კარგია, როგორც ეს სულელი ტიკტოკერი ცდილობს წარმოაჩინოს. მოვესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ ირაქეი, თქვენი წამყვანი და ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ სულელი ლიბერალი ქალები ავღანეთში წასვლისა და იქ გათხოვებისგან. გულისხმობ. ეს შეკითხვა სულ მეკითხებიან, ამიტომ გადავწყვიტე ვიდეოთი გიპასუხოთ. ჩვენ რეალურად გავისანით ერთმანეთის Snapchat-ში 2024 წლის ივლისში, ხოლო პირადად შევხვდით მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში. ვგულისხმობ, ვინ იფიქრებდა, რომ ისლამისტი მანიპულატორები ონლაინ ხვდებიან და არა რეალურ ცხოვრებაში და როგორවත් Snapchat-ში შეგიყვარდება ბიჭი, რომელიც გთხოვს ავღანეთში ჩახვიდე. ვაუ, შენს მშობლებს კარგი საქმე გაუკეთებიათ. თავდაპირველად სინამდვილეში ურთიერთობის ძიებაში არ ვიყავი, მაგრამ მაინც გავცვალეთ WhatsApp-ის ნომრები. მე საჭიროთაც წვოლი ვარ, ასე რომ რა თქმა უნდა მთელი დღე ლაპარაკი შემიძლია. და ის უბრალოდ ისეთი ადამიანი იყო, ვისთანაც საუბარი მარტივი იყო. როცა ამბობ საუბარი, გულისხმობ იმას, რომ დღეში 12-დან 15 საათამდე საუბრობდით, ალბათ უფრო მეტიც კი. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეხვედრამდე მხოლოდ 5-დან 6 თვემდე საუბრობდით, მართლაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცნობს არ ხვდებოდი, რადგან იმდენი დრო გავატარეთ ერთმანეთის გაცნობაში ტელეფონით საუბრისას, რომ როცა შევხვდი, მეგონა მთელი ცხოვრება ვიცნობდი. და დარწმუნებული ვარ, ის ახლა სახლში ზის თავის მეგობრებთან ერთად ავღანეთში და ამბობ-ჩი დამბობ. გასულელია. უბრალოდ უნდა უთხრა, როგორ ძალიან მიყვარს და მოусმინო. საათობით ველაპარაკო ყოველ დღე. მისი ყველა პატარა დაუცველობა გამიზიაროს, რომ შევპირდე მთელ სამყაროს და მერე შევიტყუოთ, რომ სამუდამოდ ჩვენი მონა გახდეს. დარწმუნებული ვარ, ეხა თავის მეგობრებთან ზის და ლაპარაკობს, როგორ უყვარს ეს სატვირთო მანქანის ბძღოლი, რომელიც დღეების განმავლობაში არაფერს უკეთეს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ უცნობთან ტელეფონზე ლაპარაკობს. ანუ შეხედე მის მაისურს, რა თქმა უნდა. დასახელება დაყენებულია. რომ ჩვენ შორს ვიყავით ერთმანეთისგან. არა სრულად 2 წელი არა, მაგრამ თითქმის 2 წელი. ვაუ, უნდა თქვა, რომ ამ გრუმერი კაცის მხრიდან ეს ნამდვილი თავდადება. ეს ნამდვილად თავდადება. და მე სრულიად მზად ვარ მასთან ვიყო იქნება ეს ათ ამერიკაში. ამას ინტელექტს ხო, ამას ვერ მოусმენ. უბრალოდ, ანუ მართლა ვერ მოусმენ ამას. შეიძლება ცოტა ხანში ამას მოусმინოთ, რადგან ეს ვიდეოა იმისა, რაც სინამდვილეში ხდება ავღანეთში. და შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ის იყოს, ვინ იცის. ავღანეთში ქალებს მუშაობა აკრძალული აქვთ, მაგრამ მათ არ უგზალავენ ყინვაში მოწყალების თხოვნას, როცა კაცები სრული თავისუფლებით დადიან. კარგი, ეს ქალები აქ სხედან. ვერ შეძლებ, ვერ ამოიცნობ, ვინ არიან ისინი, როგორები არიან, რა, მაგრამ მათ სჭირდებათ მოწყალების თხოვნა იმ კაცებისგან, რომლებიც სხვათა შორის ყურადღებას არ აქცევენ მათ. ხო ესეა, უბრალოდ უგულებელ ყოფენ მათ. ეს არ არის ისე თითქოს საჭმელს აძლევენ, რადგან ქალებს მუშაობა არ შეუძლიათ და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. კარგია რომ კაცებმა მათ ნება დართეს, რომ გარეთ დასხდნენ ჯგუფურად და ნარჩენებისთვის ითხოვონ მოწყალება. კიდევ ერთხელ დაინახეთ, როგორ არ უყურებენ ეს კაცები ამ ქალებს და არ ფიქრობენ, კარგი, რადგან ჩვენ მათ ყველა სოციალური სარგებელი წავართვით. რატო არ ცდილობთ რომ საჭმელი მივცეთ მათ? არა. ამას ხო არ გააკეთებდნენ. უბრალოდ, ანუ ეს ისე მაბრაზებს. შეხედეთ რას ფიქრობს თალიბანი ქალებზე. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიტყვეტიათ, რამდენად სულელია ეს გოგო. აბარდერე ინშალლა ჟირვი, ხოშ ჰამდა ბია ბეჰამუნი. ეს მაინც მოიცავს ქალთა უფლებებს და დემოკრატიას. რა თქმა უნდა, თუ ეს იქნება ისლამის შარიათის მიხედვით. მას მაინც გჯერათ დემოკრატიული არჩევნების. ხალხს ექნება უფლება, რომ ქალ პოლიტიკოსებზე მისცეს ხმა. რა თქმა უნდა, დიახ. ისინი პირდაპირ იცინიან, როცა ის ეკითხება, შეუძლიათ თუ არა ქალებს მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ არჩევნებში და შესაძლებელია თუ არა რომ ისინი ხელისუფლებაში აირჩიონ. ისინი მის კითხვაზე იცინიან, რადგან მათთვის ეს სულელურია, რადგან ის ქალია. რა თქმა უნდა, ეს მათთვის სულელურია.
ხედავთ ამას, გესმით ეს? ავღანეთის შესანიშნავი მამაკაცები, რომლებიც მზად არიან საათობით ესაუბრონ სატვირთო მძღოლებს ტელეფონზე. ანუ უბრალოდ მართლა ვერ უძლებ ამას. და ეხლა არა მხოლოდ ეს ფსიქოტური ქალი, რომელმაც გადაწყვიტა ავღანეთში გადასვლა და დაქორწინება ამ სულელ, ანუ ამ ჭკვიან კაცზე, რომელსაც მოსწონს ჯერა და უჭერს მხარს ასეთ იდეოლოგიას, ის რეალურად იქაა და ქმნის კონტენტს. ცდილობს დაამტკიცოს, რამდენად ლამაზია ავღანეთი. და თუ ეს პირდაპირ პროპაგანდის ნიმუში არ არის, არ ვიცი კიდევ რა შეიძლება იყოს. ეს ჩემთვის ასე ჩანს. თითქოს ავღანეთის ისლამურმა რესპუბლიკამ, თალიბანმა ან ვინც არ უნდა იყოს, გადაწყვიტა შეექმნათ ქალები, რომლებიც სინამდვილეში ამერიკაში არ ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ ავღანეთში და წარმოაჩენენ თავს თითქოს არ ვიცი რას აკეთებენ, მაგრამ აშკარად რაღაც ფსიქოლოგიურ ოპერაციას ატარებენ. და ის ახლა რეალურად ავღანეთში ამ სავაჭრო ცენტრს უწევს რეკლამას. ის სავაჭრო ცენტრი, სადაც ქაბულში ჩემი პირველი დღის განმავლობაში ვიყავით. რა ხდება? ასე რომ პირველი გაჩერება იყო სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია. აშკარად ეს ყველაფერი რეპლიკებია. საკმაოდ დამაჯერებელია, ტყუილს არ ვიტყვი და მათი ფასი დაახლოებით 30-40 დოლარია. ვგულისხმობ, ჯერ მამაკაცის ნივთებს გვაჩვენებთ და ახლა უკვე ჰიჯაბების საუკეთესო ხარისხი ჰქონდათ. აბაიები. სწორედ აქ ვიყიე და ვარდისფერი აბაია. და ვამბობდი, ვაის, როგორ ვინადრე, რომ მთელი მაღაზია გვეყიდა. თითოეული დაახლოებით 30 დოლარი ხირს. მოგესალმებით, ასე რომ ბოლო გაჩერება ეს კოსმეტიკის მაღაზია იყო. დღეს ჩვენ ტიშმე შეფაში ვართ. როგორც ხედავთ, ძალიან ცხელა და მშრალია. აქ ყველაფერი ადრე წყალი იყო, მაგრამ ამინდის გამო გაშრა. საინტერესო ფაქტია, სხვათა შორის მეგობრებო, TikTok-მა უცებ გადაწყვიტა და ჩემი TikTok-ის ანგარიში წაშალა. არც გაფრთხილება, არც ელფოსტა, არაფერი. უბრალოდ აღარ ვარსებობ TikTok-ზე, გარდა იმ ანგარიშებისა, რომლებიც ჩემს სახელზე თავს ასარებენ. სწორედ ამიტომ არ ვარ შესული, რადგან ვერ შევდივარ, რადგან ანგარიში აღარ მაქვს, რადგან TikTok-ს არ მოსწონს ის თემები, რაზეც ვსაუბრობთ. რა სიურპრიზია. ჩინელებს დიდად არ აინტერესებთ, რომ სოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ახდენენ ინდოქტრინაციას და რას ცდილობენ. ხო, როგორც არ უნდა იყოს. ესეთი რაღაცები იმდენად მაბრაზებს, რომ ახარ ვიცი რა გავაკეთო. თალიბანი ქალებზე იცინის. ქალები ქუჩაში საჭმელს და ნარჩენებს ითხოვენ. მამაკაცები პირდაპირ ძალადობენ მათზე. ოლონ ვიცით რას წარმოადგენს თალიბანი. ოლონ ვიცით რა ხდება ავღანელ ქალებთან. და ამ დროს ეს იდიოტი ლაპარაკობს, როგორ ეძებს უფრო ოჯახურ ღირებულებებს და ამერიკის გარეთ. რაც მინდა ის გააკეთე, იმიტომ რომ კაცები მგონია უბრალოდ არ არიან ის, ვინც უნდა იყვნენ. მაგალითად, აქ ამერიკაში ეს red pill content-ი 50-50, ამას ვერასდროს ვიგებდი. და მგონია რომ კაცები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან, ისინი სხვა ღირებულებებით არიან გაზრდილები ოჯახთან, პარტნიორობასთან დაკავშირებით აშკარად. ხო, მაგალითად, იძალადონ მათზე, ჩაკეტონ და გარეთ არ გაუშვან. სიმართლე რომ თქვა, ყველა ურთიერთობა განსხვავებულია. ყველა მამაკაცი განსხვავებულია. ეს უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილება. და შანსის მიცემა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც არასდროს ვიფიქრებდი, რომ შემიხვარდებოდა, იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც გიოდესმე მიმიღია. და ის პირდაპირ არ წმუნებს ახალგაზრდა გოგონებს. შეხედეთ რა ლამაზია ავღანეთი. მოდით ნახეთ. აქ შეგიძლიათ საყვარელი კედები იყიდოთ. აღარ შემიძლია. ბოდიში. აღარ შემიძლია. ინტერნეტმა დღეს უბრალოდ მეყო. მშვიდობით. მადლობა რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.